ბრაზილიელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მსოფლიოში პირველი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია დაზიანებული ზურგის ტვინის რეგენერაცია. ეს ინოვაცია 25 წლიანი კვლევის შედეგია. ზურგის ტვინის დაზიანებები პაციენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი დიაგნოზია. ხშირად იწვევს დამბლას ან პარალიზებას. აქამდე მკურდალობა მხოლოდ სიმპტომების მართვასა და შემდგომ დაზიანების პრევენციაზე იყო ორიენტირებული. თუმცა ახალი პრეპარატი შექმნილია ზურგის ტვინში ნერვული კავშირების აღდგენისა და ხელახალი ზრდის სტიმულირებისთვის. პოლილამინინი არის სინთეზური ბიოინჟინერიული ბიომასალა, რომელიც შედგება ბუნებრივი ცილის ლამინინისგან წარმოებული კომპონენტებისგან. ლამინინი არის მნიშვნელოვანი გლიკოპროტეინი, რომელიც გვხვდება უჯრედს შორის მატრიქსში, ანუ ქსოვილში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული უჯრედების ზრდასა და გადაადგილებაში, უჯრედების მიმაგრებაში, ქსოვილების აღდგენასა და რეგენერაციაში. ამ ეტაპზე ლაბორატორიული და კლინიკური კვლევები ცხოველებსა და რამოდენიმე ზურგის ტვინით დაზიანებულ პაციენტზე ჩაატარეს. თუმცა მედიკამენტებმა იმდენად დადებითი შედეგი აჩვენა, რომ გადაწყვიტეს გაესაჯაროებინათ. დაზიანებული ნერვული ბოჭკოები არა მხოლოდ შეხორცებას იწყებენ, არამედ ხელახლა უკავშირდებიან ერთმანეთს, აღადგენენ სიგნალებს ტვინსა და სხეულს შორის. პაციენტებმა გაუმჯობესებული მოტორული ფუნქცია და მგრძნობელობა განიცადეს, რაც ადასტურებს, რომ რეგენერაცია შეიძლება აღარ იყოს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან. თუ ფართომასშტაბიანი კვლევები მის უსაფრთხოებისა და ეფექტურობას დაადასტურებენ, პრეპარატს შეუძლია შეცვალოს პარალიზების მკურნალობის მიდგომები მთელს მსოფლიოში. ამ პრეპარატის დამტკიცებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ზურგის ტვინის დაზიანებით მცხოვრები ადამიანთა რაოდენობა იზრდება. ყოველწლიურად დაახლოებით 500,000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. ამ პრეპარატის მეშვეობით პაციენტები შეძლებენ დაიბრუნონ ცხოვრების ჩვეული ხარისხი. ინდივიდუალური გამოჯამრთელების გარდა, ეს გარღვევა ნეირომეცნიერებასა და რეგენერაციულ მედიცინაში ახალ ერას აღნიშნავს.